ყველაზე საფრთხილო საუბარი, რაც გიოდეს მე გექნება, არ არის სამყაროსთან, შენს უფროსთან ან ოჯახთან. ეს არის ის, რაც შენს გონებაში მიმდინარეობს. ეს ჩუმი ხმა, უკვე წყვეტს, ამაღლდები თუ ისევ გაჭედილი დარჩები. თუ საკუთარ თავთან საუბრის ტონი არ შეცვალე, შენი ცხოვრებაც იგივე დარჩება. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ როცა ცვლის სიტყვებს, რომლითაც საკუთარ თავს ესაუბრები, ცვლი შენს ცნობიერებას. როცა ცვლი ცნობიერებას, ცვლი ენერგიას. როცა ცვლი ენერგიას, ცვლი მთელ შენს ცხოვრებას. ეს უბრალოდ მოტივაცია კი არაა, ეს ნეირომეცნიერებაა. ყოველი სიტყვა, რომელსაც იმეორებ, აძლიერებს ნეირონულ ქსელს. ყოველი აზრი, ეს არის ინსტრუქცია, რომელსაც შენი სხეული მიჰყვება. თუ დილით იტყვი დავიხარე, შენი სხეული დაიჯერებს. თუ იტყვი, დღევანდელი დღე აუცილებლად იქნება წარმატებული, დღევანდელი დღე არის წარმატებული, შენი სხეული ამას განიცდის. შენ საკუთარ თავთან საუბარი არ არის უბრალოდ ფონური ხმა. ეს არის შენი ცხოვრების არქიტექტორი. ეცადე შემდეგში საკუთარ თავთან ისაუბრო რწმენითა და სიყვარულით, რადგან შენი გონება, შენი ტვინი ყოველთვის გისმენს და აშენებს იმ რეალობას, რომელსაც შენ თავად იჯერებ, რომელი რეალობისაც შენ თავად გიჯერა. წარმატებებს გისურვებ სიყვარულით, ნენეთი.